ჩვენ ხო ვიცით, რომ ბაო და ლივი ძალიან ძლიერი გამწმენდი პროდუქტებია, ხო? და მათ შორის ღვიძლზე მუშაობენ ორივენი ძალიან კარგად. განსაკუთრებით გლუტათეონი, იცით თქვენ ღვიძლს რა დონეზე წმენს და ასუფთავებს, ხო? ერთმა ჩვენმა ახლობელმა მიუტანა ეს პროდუქტი ჰეპატიტით ძალიან ძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც აი ფაქტიურად ფეხზე ვეღარ დგებოდა. აი როცა მისცა ეს ქილა, ეხაც ადამიანმა რომ გახსნას და დალიო, ხილის წვენია, ხო, ძალიან გემრიელი და შეიძლება თქვას, აი ამან რა უნდა მიყოს ზუსტად ესე. ეს ბიჭი უკვე იმხელაფული ქონდათ გადაყრილი წამლებში და უკვე უშედეგო. ეს ბაო დაალევინეს, ხომ? გაეცინა, აი ამან რა უნდა მიყოს, როცა აი ყველაფერი გაკეთებული ქონდა და აი პირდაპირ ვაიძულეთ, რომ მას დაელია ეს პროდუქტი. იმიტომ რომ არაფრით აღარ სვავდა, უკვე ხელი ქონდა ჩაქნეული, მე მგონი ამ ცხოვრებაზეც. და მესამე დღიდან დაეწყო ტკივილები, აუტანელი ტკივილები. მეგობრებო, თუ ვინმეს ექნება გამწვავება, ამ შემთხვევაში ჰეპატიტის პირობებზე მაქვს ლაპარაკი, იმიტომ ღვიძლმა ხო ტკივილი არ იცის. საერთოდ ისე შეიძლება გადავიდეს მეოთხე სტადიაშიც კი ჰეპატიტი და ისეთი ტკივილები დაეწყო ამ ბიჭს, რომ კინაღამ აი მოისროლა ბაო, იმიტომ რომ პირდაპირ ამას უკავშირებდა, სხვას არაფერს არ სვავდა იმ პერიოდში, დაჟინებული თხოვნით და აი პირდაპირ ისე გავაგრძელებინეთ. სადღაც მეოთხე, მეხუთე დღეს დაუწყნარდა ეს ტკივილი, ამიტომ შეიძლება გამწვავება რომ მოხდეს, არ შეგვეშინდეს ასე დროს. დაუწყნარდა ტკივილი და აბსოლუტურად დაისვენა. აი თითქოს არაფერი ამ ქვეყანაზე არ ქონდა, უცებ იგრძნო ენერგია. და ჰეპატიტიანებს ენერგიის დეფიციტი აქვს საერთოდ, მით უმეტეს როცა გართულებულია და აი როგორ გითხრათ, დაახლოებით 1 თვის თავზე ეს ბიჭი უკვე ფეხზე დადგა, 1 კვირის თავზეც ფეხზე დადგა, ვერც კი დგებოდა ფეხზე. 1 თვის თავზე ბევრად უკეთესად იყო და მე მახსოვს ამბობდნენ რომ რესტორანში დაპატიჟა ის ადამიანი ვინც ეს ბაო მიაწოდა და იმის შემდეგ ის კი არა ბავშვიც კი გააჩინა მეორე შვილი.